არავინ არ არის ანეთ ჩვეულებრივი ჭანჭიკები არიან. ბიძინა ივანიშვილს და რატო ეშინია? იცით, ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არანაირი რუსული სპეცოპერაციის. აი ამ 4 ოქტომბერს დანიშნული სპეცოპერაციის, რომელსაც სამწუხაროდ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია მას ესე ვთქვათ უправებს, ამის საერთოდ არ ეშინია, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა იცის ზუსტად, როგორ ასრულებენ დიქტატორები. დიქტატორები არ ასრულებენ არჩევნებით, იმიტომ რომ რეალურად არანაირი არჩევნები დიქტატორის რეჟიმ პირობებში ქვეყანაში არ არსებობს, ისე როგორც ამ ქვეყანაში არ არსებობს არჩევნები, ხო? ეშინია აი ზუსტად მაგ სიტყვის, ეშინია რევოლუციის და ეშინია იმისი, რომ მას ჩამოეშალოს თავზე ეს თავისი რეჟიმი, რომ ასე ასრულებენ დიქტატორები და ეს არის ისტორიული სამართლიანობა და ამას გვიჩვენებს ჩვენ ისტორიული გამოცდილებაც. ამიტომაც ნებისმიერი ადამიანი, ვინც იტყვის, რომ უნდა გაიზარდოს წინააღმდეგობა, ვინც იტყვის, რომ უნდა დავამხოთ ეს უკაცრავად, მაგრამ დამხობის რატო უნდა გვეშინოდეს? კონსტიტუციური უფლებაა ჩვენი. როდესაც რეჟიმი მართავს ამ ქვეყანას, როდესაც რუსული ხელისუფლება ყავს და როდესაც არ წარმოადგენს ეს ხელისუფლება ხალხს და არ წარმოადგენს ეს ხელისუფლება ხალხს და ეს არჩევნები არის მიტაცებული ბოლო არჩევნები, ხო, საპარლამენტო. ესეთ შემთხვევაში ხალხს აქვს აბსოლუტური უფლება, კონსტიტუციური, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმისი, რომ ქუჩაში გამოვიდეთ და ქუჩაში წინააღმდეგობით ეს რეჟიმი დაამხოს. ხო, აი ეს მინდოდა, აი სიტყვა თვითონ დამხობა ხომ არ ფიქრობთ, რომ აი ცოტა უფრო მეტ რაღაცა აქტიურობასაც მოითხოვს, როდესაც რომ უნდა დავამხოთ, მოქალაქეც ელოდება, რომ რაღაცა რა თქმა უნდა, უბრალოდ ეს ნაწილი რო გავმარტოთ. ეხლა რაც შეეხება მეორე ნაწილს, ხო, 4 ოქტომბერი რუსული სპეცოპერაციის დღეა ამ ქვეყანაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ საკუთარი ლეგიტიმაცია რაღაცნაირად მოიპოვოს ამ დღეს. ნუ სამწუხაროდ და საუბედუროდ ეს ორი ოპოზიციური პარტია ლელო და გახარია ამ ყველაფერში მას შეყვნენ და ეხლა ბევრჯერ მისაუბრია ამაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ამრჩეველი გაცემს ამაზე პასუხს, მაგრამ ნუ რაც არ უნდა ბიძინა ივანიშვილმა ქნას, ეს მას ვერ შეძენს ლეგიტიმაციას იმის გათვალისწინებით, რაც ეხლა ბათუმში ხდება, იმის გათვალისწინებით, რაც რუსთაველზე ხდება, რა პოზიცია ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს აქვს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს დაანონსებული 4 ოქტომბერზე რო ატყდა ეს რა ქვია, უბედურება, რაღაც ჭიდილი, რომ ვინ დაანონსა პირველმა და ვის უნდა დაიანონსებიან მეორე და ასე შემდეგ. არ მიმაჩნია თან აქვე ვიტყვი რომ თან ეს ხდება იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც ამბობთ, რომ რაღაცა ჩვენ ვართ 8 ოპოზიციური პარტია, რომლებსაც ერთიანი ხედვა და რაღაცა ერთიანი მე ჩემი პირადი პოზიცია შემიძლია გითხრათ, ნუ პარტია არის ამრუიანის ფორმატში და ყველა ფორმატშია, მაგრამ საერთოდ არ მადარდებს არც ერთი ფორმატი ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, მანამდე თქვი თქვენ ეს ადამიანებს ჭირდებათ მოქმედება. ჩვენ ფორმატებში იმდენი ფორმატია და იმდენი კომიტეტია ამერია უკვე ვისაც რომელ ფორმატში არის. ამიტომაც შესაბამისად საერთოდ ყველას გაუმარჯოს, ყველა ფორმატ ჩვენ ყველგან ვიქნებით, ჩვენ ყველას დავეხმარებით, ყველა პროცესში ვიქნებით და დღეს ბათუმშიც არიან ჩვენები, 8 იქნება, 12 იქნება, რა ვიცი 300 პარტია არის დარეგისტრირებული საქართველოში და ის 300 იქნება, არ აქვს ჩვენთვის ამას მნიშვნელობა, მაგრამ კონკრეტული მოქმედება ჭირდება და თუ ვიღაცა რაღაცას აკეთებს, ამას უბრალოდ ხელი არ უნდა შეუშალო. ხე, როგორ წარმოგვიდგენია ეს ყველაფერი? ძალიან მარტივად წარმოგვიდგენია. მე პირველ რიგში ასევე ვიტყვი, რომ სრულად ვეთანხმებია 4 ოქტომბერს აი დაანონსებულ აქციას. ზოგჯერ ეს ატაბურჭულაძე დაანონსა და შემდეგ მხარი დაუჭირა ამ ჩვენმა პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბაიშვილმა და არა მხოლოდ. ხო, სრულად ვეთანხმები, რომ 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი დედლაინი, სადღაც რაღაც კულმინაციამდე ეს წინააღმდეგობა ხო უნდა მივიდეს, რაც ახლა ხდება, ხო? ანუ ყოველთვის ხო, რამდენი წელი დავდგებით, ჩემი უღრმესი პატივისცემა რუსთაველს, მაგრამ რუსთაველზე ვიდგამ წინ ადამიანებზე, არა მხოლოდ რუსთაველზე, რეგიონებში. ჩემს მართლა გმირებიანი, რომ ამდენი ის დღე ძლებენ, მაგრამ მათი პოზიციაც ახლა დარწმუნებული ვარ, ესეთი იქნება, რომ რამდენი დღე დავდგებით, 3 წელი, 4 წელი, სადღაც რაღაც კულმინაციამდე ხო უნდა მივიდეს ეს ყველაფერი, ხო? ამიტომაც ეს კულმინაცია ბუნებრივად არის 4 ოქტომბერი და 4 ოქტომბერი იმიტომ არის ბუნებრივად კულმინაცია ამაშია, ხო? რა თქმა უნდა, თუ წინასწარ არ უთხარი, რომ დაიწყეს ეს რაღაც მართლა სრულად სისულები რევოლუციებს წინასწარ აანონსებდა მსოფლიო ისტორიის მოშველიება, რა ვიცი, მსოფლიო ისტორიაში აღმოჩნდა მაგალითები, რომ წინასწარ არ ყოფილა დაანონსებული, მაგრამ ნუ წინასწარ ამ ადამიანებს ხო უთხრან, საერთოდ ამაში პრობლემას ვერ ხედავდი, რომ აი 4 ოქტომბერს ვიკრიბებით. 4 ოქტომბერს რა იქნება? ნუ არავინ არ იცის. არც მისი ორგანიზატორები როცა ამბობენ, მათ შორის იმასაც ამბობენ, რომ წინ უამრავი თარიღი არის. 19-ში შეიძლება 19 სექტემბერს შევიკრიბოთ, შეიძლება 15 სექტემბერს შევიკრიბოთ, რა ვიცი, შეიძლება აგვისტოში კიდე არაერთხელ შევიკრიბოთ. მაგრამ 4 ოქტომბერი როგორც ბუნებრივი დედლაინი, როდესაც რეჟიმს აქვს ჩასატარებელი ეგრეთ წოდებული არჩევნები და გასაფორმებელი, როდესაც
ამ ყველაფერში მაინც უწევს რომ რესურსი დახარჯოს და მობილიზაცია კონდეს რაღაცნაირად ამ საარჩევნო და საარჩევნო კომისიებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ბუნებრივად, ანუ რა უნდა მასშტაბით. კი, ქვეყნის მასშტაბით თან. ანუ რა უნდა ქნას ნორმალურმა ადამიანმა, ვისაც ამ ქვეყანაში ცვლილება უნდა, ხო? არჩევნებზე მივა, არ მივა არჩევნებზე, ხო? ქუჩაში ხო უნდა გამოვიდეს და ხო უნდა გააპროტესტოს, ხო? მე არ ვიცი 4 ოქტომბერს. თან 4 ოქტომბერს რა მოხდება, დასრულდება თუ არა რეჟიმი, ეს არის მხოლოდ დამოკიდებული საქართველოს მოქალაქეებზე და თითოეულ ჩვენთაგანზე. ჩვენ როგორც მოემზადებით 4 ოქტომბრის და რასაც გადაწყვეტენ საქართველოს მოქალაქეები, ზუსტად ესე იქნება 4 ოქტომბერი. აი რამ უნდა დაანახოს მაშინ ანა საქართველოს მოქალაქეებს, აი სად უნდა დაინახონ ეს რწმენა, რომ არ ვიცი, აი შეიძლება აი ზუსტად 4 არ იყოს, აი 24 იყოს, 14 იყოს, არ არის ხო პრობლემა, მაგრამ აი რაღაცას რო ხედავენ, თუნდაც აი შეიკრიბნენ კიდევ ერთხელ ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომ აი ეს არის ის დღე, რომელმაც შეიძლება რაღაცა ცვლილებები მოიტანოს. ანუ აი ეს როგორ უნდა რას გულისხმობ? აი ადამიანი, რომელიც უბრალოდ შეიძლება ტელევიზორში ხედავს რა ხდება და აი ავტომატურად გინდება, რომ შენც გახვიდე, იმიტომ რომ აი დღეს რაღაცა აი თითქოს გრძნობ, რომ აი ეს არის რაღაცა. ნახეთ, გულწრფელად რომ გითხრა, თავიდან 4 ოქტომბერი რო დაანონსდა, მე ამისთვის რაღაც ესე განსაკუთრებული ყურადღება გულწრფელად რო გითხრა, არ მიმიქცევია. მაგრამ რატომ მიიქცია მე მათ შორის? აი ეხლა ზუსტად რაც აღნიშნეთ თქვენ, აი ეს რწმენა, რომ რაღაცა მართლა შეიძლება მოხდეს 4 ოქტომბერს. აი რაღაცნაირად ეს თარიღი ჩამოიკიდა. რომ აი კონკრეტულად ადამიანები აგერ გვთავაზობენ და ამბობენ, რომ მეგობრებო, აგერ მე გეუბნებით, რომ 4 ოქტომბერს ვიკრიბებით, სპეცოპერაცია აქვს, უბნებზე არიან და თავიანთი ამბავი ჭირთ და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გამოვიდეთ ყველა ერთად და მხოლოდ ჩვენ გადავწყვეტთ ეს რეჟიმი გააგრძელებს 4 ოქტომბრის შემდეგ არსებობას ამ ქვეყანაში თუ არ გააგრძელებს. ანუ გზა განახა ამ 4 ოქტომბერმა. განახა მკაფიო გზა და ეს კონკრეტული თარიღი ჩამოგიკდა. მეც მქონდა ჭმუნვები კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით, ანუ გულწრფელად ვიტყვი ამასაც. იმიტომ რომ მეც ვთვლიდი, რომ რაღაცა ეს იმდენჯერ ჩამოკიდებულა სხვათა შორის იმ ადამიანებისგანაც, ვინც მე ამ თარიღს აკრიტიკებდნენ, რომ მეც მქონდა ეს ბუნებრივი ჭმუნვები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ იქ ყველაზე ცუდი იყო შემდეგ რა ფორმითაც ეს ყველაფერი აგორდა და არ ვთვლი, რომ ეს სწორი იყო, იმიტომ რომ სანამ გამოხვალ, როცა ამდენი წელია პოლიტიკაში ხარ, ხო? სანამ გამოხვალ და რაღაცას იტყვი, მანამდე უნდა დაფიქრდე და მანამდე უნდა იცადე, რომ აბა იქნებ საერთო ფორმატში რაღაცა მოიძებნოს, ისე რომ ეს ისედაც რა ვიცი, დაზაფრული საქართველოს მოქალაქეები, რომელსაც რეჟიმი ყოველდღიურად პრესავს, კიდე იმით არ დაზაფრო, რომ ოპოზიციაში ნახულობდეს ამ რაღაცა კინკლაობას. ამიტომაც ეს თარიღი ბუნებრივად, ეხლა თუ დააკვირდებით მათ შორის სოციალურ ქსელებში საქართველოს მოქალაქეების განწყობას 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, 4 ოქტომბერმა და ხაბეიშვილის აი ამ ბრძოლამ და მხილებამ ქართული ოცნების რეალურად გააჩინა იმედი უკვე რაღაცნაირად ნihilivში ჩავარდნილ ოპოზიციურ ამომრჩეველს შორის, რომ აი მოეს 4 ოქტომბრამდე იქნება თუ 4 ოქტომბერს იქნება, ამაში შესაძლებელი არის რომ რაღაცა გზის დანახვა ამ ყველაფერში გახდა შესაძლებელი. ამიტომ მე მგონია რომ ვინც არ უნდა იყოს, ვინც იტყვის და ანახებს რაღაცა მკაფიო ქმედებას, ამ ადამიანს მხარი უნდა დაუჭიროთ და მე მგონია რომ რეჟიმთან დამარცხების თავარი გზა არის სწორედ ეს, რომ კი არ უნდა ჩაწიხლო, გამოხვიდე და თქვა, რომ რა ვიცი, მით უმეტეს შენ იდეის რა ქვია, თანამებრძოლი გულისხმობ საერთო ოპოზიციას, ხო? არამედ პირიქით უნდა დაეხმარო და თუ დაეცა, უნდა ააყენო. მხოლოდ ესე გავიმარჯვებ ჩვენ ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და კიდევ ერთი რაც უნდა ვთქვა, რომ ნუ გეშინიათ ხალხო, ანუ როგორც მე ნახეთ ღიად მინდა ეს ვთქვა, რომ ნუ გეშინიათ, ნუ იმისი, რომ იქ 4 ოქტომბერს რამე რო არ მოხდეს, მე ეს ყველაფერი ჩვენ ბოდიში ამ სიტყვის შეგვეტენება. თუ არ ვცადეთ, თუ ერთხელ არ გამოგვივა 10ჯერ, 20ჯერ, 100ჯერ თუ არ ვცადეთ, ეგრე არაფერი გამოვა, მაშინ ესე უნდა თავზეთ და ველოდოთ, როდის ჩამოინგრევიან თავისი. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, მით უმეტეს 4 ოქტომბერი ამით ჩვენ ძალიან დიდ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მოვემზადოთ და წინააღმდეგობით დავასრულოთ რეჟიმი.